რატომ შემცირდა რეფინანსირების სესხები და რა გზით იღებენ ბანკები ლარის ლიკვიდობას გიყვებით რამდენიმე წუთში. FMO მიკრობანკ კრისტალს 20 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზს უხსნის, რომელიც საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას მოხმარდება. დღეიდან გასტრონომიის ეროვნული სააგენტო საქმიანობას იწყებს. სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას კი დროებით გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი შეითავსებს. 6 თვეში რუსეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობა 10%-ით შემცირდა, შემოსავლების კუთხით კლება 4%-ია. ყაზახეთმა 6 თვით ხორბლის იმპორტი აკრძალა, შეზღუდვა ეხება როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ისე მესამე ქვეყნებიდან განხორციელებულ მიწოდებას. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენ. რეფინანსირების სესხები ბოლოს 3 წლიან მინიმუმზეა. ივლისში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხები 3-ჯერ აიღეს, სამივე შემთხვევაში აღნიშნული კრედიტების მოცულობა მკვეთრად არის შემცირებული. ის საშუალოდ 322 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93%-ით შემცირებული მაჩვენებელია. პიკურ პერიოდში კი რეფინანსირების სესხები 4,5 მილიარდ ლარს აღემატებოდა, ხოლო მაქსიმუმი 5,4 მილიარდი ლარის ოდენობით 2025 წლის აპრილში დაფიქსირდა. სპეციალისტების განმარტებით რეფინანსირების სესხების მკვეთრი კლება იმაზე მიუთითებს, რომ ბანკებს ალტერნატიული ლარის რესურსი გაუჩნდათ და ცენტრალური ბანკის დახმარება აღარ სჭირდებათ. რა განაპირობებს ბანკების ჭარბ ლიკვიდობას და რა შეიძლება იმალებოდეს ამ ტენდენციის უკან? ელენე გოგბერაშვილი მოგვასვენინებს შეფასებებს პირდაპირ ეთერში. ელენე, გისმენთ. მოგესალმებით, ნინო. ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მოწმობს, რომ ბოლოს 3 წელიწადში კრედიტების მაქსიმალური მოცულობა 5,4 მილიარდ ლარს აღწევდა, რაც მიმდინარე წლის ივლისში 322 მილიონ ლარამდეა შემცირებული. სების ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბანკებს ალტერნატიული ლარის რესურსი გაუჩნდათ და ცენტრალური ბანკის დახმარება აღარ სჭირდებათ. ბანკების ჭარბ ლიკვიდობას კი რომან გოცირძის განმარტებით რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მათ შორის უმთავრესი სების მიერ უცხოური რეზერვების შევსების პოლიტიკა. ამასთან უკრაინასთან ომის ფონზე რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში, რაც ფინანსურ სისტემას აძლიერებს. ბანკების ჭარბ ლიკვიდობას უწყობს ხელს უცხოეთიდან გადმორიცხვებიც, რასაც ემატება საპენსიო ფონდის 9 მილიარდი ლარი და ბიუჯეტის ნაშთები, რომლებიც კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე დევს. რომან გოცირძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ ლარის მასის ხელოვნური ზრდა ინფლაციას უწყობს ხელს, აქტუალურია პოლიტიკური კონტექსტიც, რუსული ფინანსური ნაკადების მოზღვეობა, მისი შეფასებით ზრდის სანქციების გვერდისავლის საფრთხეს და ქვეყნის ფინანსურ დამოკიდებულებას ოკუპანტ ქვეყანაზე. ეგრეთ წოდებული რეფინანსირების სესხების მოცულობა ბოლო 6 თვის განმავლობაში შემცირდა 13-ჯერ. ასეთი რამ საქართველოს საბანკო ცხოვრებაში არასდროს მომხდარა. ნომერ პირველი, ასე ვთქვათ, მიზეზი აი ამ მოვლენისა, როდესაც დიდი ოდენობის ლარის მასა გაუჩნდა კომერციულ ბანკებს, არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა. 6 თვის განმავლობაში 1,4 მილიარდი დოლარი იყიდა ეროვნულმა ბანკმა. ერთი მხრივ კარგია, ივსება რეზერვები, მაგრამ მეორე მხრივ 4 მილიარდი ლარის ასე ვთქვათ დამატებითი ინექცია მოხდა ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა იწვევს ასების დასას, აჩქარებს ინფლაციას. ასევე ის ხელს უშლის ლარის ბუნებრივ გამყარებას, ხოლო ლარის ასე ვთქვათ, გამყარების შეფერხება ნიშნავს იმპორტის გაძვირებას. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ბანკებს ეროვნული ბანკიდან დამატებით რეფინანსირების სესხების აღების საჭიროება არ უდგათ. სესხების გაცემის ტემპიც 18%-დან 14%-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებს იმაზე ნაკლები ლარი სჭირდებათ, ვიდრე ადრე. საჭირო ლარის ლიკვიდობას კი ბანკებს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკის სხვა არხებით აწვდიან. მისი შეფასებით, რეფინანსირების სესხების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ლარის რესურსზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვება შესაძლოა დაკავშირებული იყოს უკრაინაში ომის დასრულების შემდგომ მოლოდინებთან, თუ კაპიტალის გადინება დაიწყება, ბანკს მყარი რეზერვები დასჭირდება, თუმცა ის აკრიტიკებს ეროვნულ ბანკს იმის გამო, რომ ის არ ასრულებს თავის მთავარ მანდატს, რაც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ის ფაზა, რომელიც
საქართველოში იყო პირობითად წელიწადნახევრის წინ, როდესაც ბანკებს სჭირდებოდათ ლარის რესურსი, რადგანაც ლარზე იყო მაღალი მოთხოვნა, მათ შორის ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში. ეს აღარ ჭირდებათ, რადგანაც ზოგადად დაკრედიტების ზრდის ტემპი ვიცით, რომ იმ პიკის შემდეგ, რომელიც 18%-იანს დასგულისხმობდა წლიური პორტფელის, ჩამოსულია 13-14%-მდე და შესაბამისად ამდენი ლარი აღარ ჭირდება კომერციულ ბანკებს და ის ლარი რაც სჭირდებათ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკის სხვა არხებით აწვდიან მას. განმარტება გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირებას სები მნიშვნელოვანწილად სავალუტო ინტერვენციების შედეგად საბანკო სისტემაში ლარის ლიკვიდობის ზრდას უკავშირებს. წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბანკო სისტემას საჭირო ლიკვიდობა საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების პროცესში მიეწოდება. საბანკო სისტემისთვის საჭირო ლარის ლიკვიდობა სხვადასხვა არხით შეიძლება იყოს მიწოდებული, ხოლო რეფინანსირების სესხი ამ მიწოდების დაბალანსების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. რეფინანსირების სესხის მოცულობის შემცირება მნიშვნელოვანწილად სავალუტო ინტერვენციების შედეგად საბანკო სისტემაში ლარის ლიკვიდობის ზრდას უკავშირდება. კერძოდ 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამურად 2 მილიარდ 432 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, რის შედეგადაც საბანკო სისტემას 6 მილიარდ 617 მილიონი ლარის ლიკვიდობა მიეწოდა. 2026 წლის მაისის მდგომარეობით კი შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობა მილიარდ 465 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საბანკო სისტემისთვის დამატებით 3 მილიარდ 936 მილიონი ლარის მიწოდებას ნიშნავს. შედეგად საბანკო სისტემას საჭირო ლიკვიდობა საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების პროცესში მიეწოდება. როგორც წესი, ქართულ ბანკებში დაკრედიტების ზრდის ტემპი დეპოზიტების ზრდის ტემპს აჭარბებს, თუმცა 2025 წლის სექტემბრის შემდეგ დაკრედიტებაზე მეტად დეპოზიტების მოცულობა უფრო მაღალი ტემპით იზრდება. შესაბამისად, დეპოზიტების ზრდიდან გამომდინარე ბანკებს დაუგროვდათ საკმარისი მოცულობის შიდა რესურსი, რის გამოც მათი მხრიდან სების რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდა. უკანასკნელ პერიოდში დეპოზიტების მატებაზე გავლენა მოახდინა საქართველოს მთავრობის საქმიანობებმაც. საქმე ისაა, რომ ფინანსთა სამინისტრო უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტიურად იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის კომერციული ბანკების სარგებლიან ანგარიშზე განთავსების სქემას. 2026 წლის მაისის მდგომარეობით მთავრობას 6 მილიარდი ლარი აქვს ბანკებში განთავსებული. შედარებისთვის წინა წელთან შედარებით ეს თანხა 1,7 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. აღნიშნული ფაქტორიც ბანკებში ლარის რესურსის მატებას განაპირობებს. ნინო. მადლობა ელენე, რატომ შემცირდა რეფინანსირების სესხები და რა გზით იღებენ ბანკები ლარის ლიკვიდობას? ელენე გოგბერაშვილმა გაგოცნა. საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის პირველ ნახევარში 1,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი 2026 წლის 6 თვის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა. მოგება წლიურ ჭრილში 320 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი, ამასთან 19 ბანკიდან 15 მოგებაზე 4 კი ზარალზე. ბანკებიდან ყველაზე მაღალი 967 მილიონი ლარის მოგება საქართველოს ბანკს აქვს, რაც წლიურად 23%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზე არის TBC ბანკი 684 მილიონი ლარით და 15%-იანი ზრდით. მესამე პოზიციას უკვე ბაზის ბანკი იკავებს 74 მილიონი ლარით, მისი წლიური მოგება 44%-ით არის გაზრდილი. ხოლო ლიბერტი ბანკის მოგება წლიურ ჭრილში 14%-ით 53 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან პეისერა ბანკი, ჰეშ ბანკი, სილკ ბანკი და BTB ბანკი. საქართველოს ყველაზე დიდი 15 მილიონი ლარის ზარალით 2026 წლის იანვარ-მაისში სწორედ BTB ბანკი გამოირჩეოდა. 2026 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 4,9%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტები 2,7%-ით შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორების კელებაზე გავლენა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება მიქონია, რის გამოც ირანიდან ვიზიტები 59%-ით, ხოლო ისრაელიდან თითქმის 12%-ით შემცირდა. კლება ასევე ფიქსირდება თურქეთიდან, სომხეთიდან და შეერთებული შტატებიდან. ჯამში 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,273,000 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1%-იანი ზრდაა. როგორი იყო ტურიზმის სექტორისათვის პირველი ორი კვარტალი და როგორია ტენდენციები დარგში? ეკა გაზდილიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს. ეკა გისმენთ.
მოგესალმები ნინო. 2026 წლის მეორე კვარტალის საერთაშორისო ვიზიტების კუთხით არაერთგვაროვანი გამოდგა. აპრილში არსებული ჩავარდნის შემდეგ მაისსა და ივნისში ტურიზმი აღდგა, თუმცა საკმარისად როგორც ჩანს ვერა. ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 4.5%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტები 2.7%-ით შემცირდა. ამასთან ამავე პერიოდში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია. ჯამურად პირველ კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 931 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდში ქვეყანამ ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან მიიღო. გაზრდილია ტურისტების რიცხვი, ასევე ყაზახეთიდან, უკრაინიდან და ჩინეთიდან, ხოლო ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ მეორე კვარტალში მიიღო ევროკავშირის ქვეყნებიდან. ეს ქვეყნებია შემდეგია რუსეთი, თურქეთი და ისრაელი. მთლიანობაში დარგის წარმომადგენლები აღდგენის დინამიკას დადებითად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი იყო გაზაფხულიდან მოყოლებული, შესაბამისად ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს მიღებული, სწორედ გამოიწვია იმან, რომ გადაბალანსება მოხდა დივერსიფიცირების ნაწილში და გაცილებით მეტი ტურისტი შემოვიდა იმ ქვეყნებიდან, სადაც პირდაპირ ავიამიმოსვლა მიბმული. ეს ცალსახად ძალიან მისასალმებელია, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი რაოდენობა ევროკავშირიდან, გვაქვს ბრიტანეთიდან, ეხლა დაემატა კოპენჰაგენი და იმედი გვაქვს, რომ ესე ვთქვათ, ჩრდილოეთი ევროპა კიდევ უფრო გააქტიურდება, მაგრამ რაც შეეხება მიღებულ შედეგს, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვეული როგორც ისრაელის ბაზრის შემცირებით, ასევე აღმოსავლეთ გალფის ქვეყნები დააკლდა ამ მაჩვენებლებს ეხლა მიმდინარე სტატისტიკაში. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წერს, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკის და ტურისტულ ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად მოსალოდნელი ზიანი მნიშვნელოვნადაა შემცირებული და თვალსაჩინოა ზრდა სხვადასხვა მიზნობრივი ბაზრებიდან, თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციას შეეძლო უფრო მეტად აქტიურად და რეგიონში არსებული კონფლიქტით გამოწვეული დანაკარგი სხვადასხვა აქტივობების შეთავაზებით ახმოეპხვრა. ამასთან კერძო სექტორის წარმომადგენლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დატვირთვის მნიშვნელობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ წლებია აეროპორტში ახალი მიმართულება არ დამატებულა, რაც ბაზარს ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემდა. ველოდით, რომ იქნებოდა ესეთი შემცირების ნაწილში, მაგრამ ასევე იმედი ჰქონდა, რომ ტურიზმის დეპარტამენტი უფრო გააქტიურდებოდა ამ კრიზისის ფონზე და უფრო მეტად შეძლებდა გარკვეული ღონისძიებების იმდაგვარად გატარებას, კისიერად კონფლიქტის დაწყებისთანავე და გადართვა ახალ ბაზრებზე, მაგალითად ავიღებდი ევროპის მიმართულებით და ის რაც ღონისძიებების სამშობლოები ტარდება არ არის საკმარისი და თვითონაც ხედავენ სტატისტიკის მომაცემები, ეს არ არის საკმარისი. უბრალოდ მოვიყვანდი მაგალითს ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში, როდესაც უკვე რამოდენიმე წელია არც ერთი ახალი რეისი არ დამატებია და არც ერთი ახალი ავიაკომპანია ქუთაისში არ დამატებია. ძალიან ბევრი გაუქმება ჰქონდა და განუსაზღვრელია, რამდენი ჯავშანი არ შედგა და არ დაიჯავშნა. გაუქმებები ძალიან დიდი იყო და რეალური ზარალი ჰქონდა პირველ კვარტალში. მაგრამ მაისიდან დაწყებული, მაისი, ივნისი, ივლისი საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს, მაღალი დატვირთულობა იყო. და ასევე დამატებითი სერვისები რაც გვაქვს სასტუმროში მაგალითად ისიც კარგად გამოიყენა ჩამოსულმა ტურისტმა მარტო ოთახის ნომერი არა food and beverage-ით და ქალაქის ტურებით და ასე შემდეგ. ამ კუთხით ზრდა გვაქვს და საკმაოდ კარგი დინამიკა. ჯამში პირველ 6 თვეში იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა მორივე კვარტალში 3 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით ნაკლებია. აქედან საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა იყო თითქმის 2.273.000 ვიზიტი, რაც 0.1%-იანი ზრდაა მხოლოდ ტურისტულ ვიზიტებში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით საერთაშორისო ვიზიტებში კლება განპირობებულია იმ ქვეყნებიდან შემცირებული ტურისტული ნაკადებით, რომლებზეც პირდაპირ აისახა რეგიონული კონფლიქტი და მასთან დაკავშირებული ავიამიმოსვლის შეზღუდვები უფრო ცხლად ამ საკითხზე 19 საათიან გამოშვებაში გიახავთ. მადლობა ეკა, რა ჩვენა ტურიზმის სტატისტიკამ, რიცხვები და შეფასებები ეკა გაზდელიანმა გაგვეცნა.
ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში ამოქმედებულ ფასთა ინდექსაციის წესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, როგორც კომპანიების ნაწილში ამბობენ, არსებული ფორმით მიღებული დადგენილება ვერ უზრუნველყოფს, რომ პროექტები შეუფერხებლად განხორციელდეს. ინფრასტრუქტურის მშენებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ის გარემოება წარმოადგენს, რომ ინდექსაცია ხარჯების მხოლოდ 60%-ს ეხება, რაც მათი შეფასებით ვერ უზრუნველყოფს ინფლაციითა თუ ფასების ზრდით გამოწვეული პრობლემების სრულად კომპენსირებას. ამასთან ინფრასტრუქტურული კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ ინდექსაცია ისეთ კონტრაქტებსაც უნდა ეხებოდეს, რომელთა შესრულების ვადა 12 თვეზე ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით მომავალ კვირაში სექტორის წარმომადგენლები გაფართოებულ სამუშაოს შეხვედრას გამართავენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, სადაც მათ შორის ინდექსაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებებს და შენიშვნებს წარადგენენ. მართალია ფორმულა აღებულია FIDIC-ის პრაქტიკიდან, თუმცა იმ ფორმულის შემადგენელი ნაწილები პრაქტიკულად ქართული შემოქმედება არის, მაგ კუთხით გულისხმობ იმას, რომ ინდექსირდება მხოლოდ 60% იმ დროს, როდესაც FIDIC-ში სუმცირე 80% არის. ასევე ბუნდოვანი ჩანაწერი არის ხელფასებთან მიმართებაში, მოგეხსენებათ, რომ ხელფასები ბოლო 2 წლის განმავლობაში მშენებლობის ინდექსში მნიშვნელოვანი წილი კონტრიბუტორი იყო ზრდის კუთხით და მესამე ასევე ბუნდოვანი ჩანაწერი არის, რომელიც გულისხმობს გეგმაგრაფიკთან მიბმას და ასევე თუ გეგმაგრაფიკს არ ღვევ, მანამდე მოცემული ინდექსაცია უკან უნდა დააბრუნოს. დადგენილებას წერია, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა გავრცელდეს ინდექსაცია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კერძოდ მშენებლობებზე, რაც ხელსაყრელი არ არის სექტორისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ წელს მოლოდინი გვაქვს და უკვე დადებულია რამოდენიმე ტენდერი და კიდევ მოლოდინი გვაქვს, რომ დაიდება მაღალი ღირებულების ტენდერები, რომლებსაც ფაქტიურად ინდექსაცია არ შეეხება. ეს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არის უარყოფით ზეგავლენას მოახდენს თვითონ სამუშაოების შესრულების ვადებზე და შესაბამისად ხარისხზე. ბათუმის ნავთობტერმინალმა 8 წლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის ტრანზიტი განაახლა. კომპანია ყაზტრანსოილის კუთვნილი ტერმინალი ევროპიდან ყაზახეთში საავიაციო საწვავის ტრანსპორტირებისთვის საკვანძო ლოგისტიკურ ჰაბად იქცა. გადაზიდვების შუა დერეფნის გავლით ხორციელდება ტერმინალმა უკვე დაიწყო ევროპულ ქარხნებში წარმოებული საავიაციო საწვავის JET A1-ის მიღება, რითაც გადამუშავებული ტვირთის ასორტიმენტი კიდევ უფრო გააფართოვა. 10,000 ტონის ოდენობით პირველი პარტია ბათუმში შავი ზღვის გავლით საზღვაო გზით უკვე ჩამოვიდა. ამ დროისათვის ტვირთი ტერმინალში ინახება და ყაზახეთში სარკინიგზო ცისტერნებით გასაგზავნად ემზადება. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი საავიაციო ნავთის გარდა ნედლ ნავთობს, დიზელს, ბენზინსა და სხვა ნავთობპროდუქტებს ამუშავებს. მიმდინარე წელს პირველ ნახევარში ტერმინალში დაახლოებით 725,000 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტების გატარება მოხდა. რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ფონზე კი საქართველოს ბელარუსიდან იმპორტი 3,479%-ით გაზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 812 მილიონი დოლარის ღირებულების 904,000 ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით გაიზარდა, რაოდენობრივად ზრდა კი 12%-ია, რაც დაკავშირებულია საწვავის ღირებულების მკვეთრ მატებასთან. თუკი 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში შემოსული ნავთობპროდუქტების საშუალო ფასი ტონაზე $746 შეადგენდა, 2026 წლის პირველ ნახევარში 1 ტონის საშუალო ფასი $998-მდე გაიზარდა. საიმპორტო ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით წელს მკვეთრი ზრდა ფიქსირდება ბელარუსიდან, საიდანაც 51 მილიონი დოლარის ღირებულების 52,000 ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით 3,469%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული დაკავშირებულია რუსეთის მიერ სხვადასხვა კატეგორიის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვასთან, თუმცა თანხობრივად ყველაზე მეტი მოცულობის საწვავი საქართველოს კვლავ რუსეთიდან შეიძინა 270 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც წინა წელთან შედარებით 5,9%-ით არის შემცირებული.
საქართველოს ღვინის ექსპორტი შეუმცირდა საქსტატის მონაცემებით წლის პირველ ნახევარში საქართველოს ღვინის ექსპორტით 117 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე დაახლოებით 4%-ით ნაკლებია. გასაღების ძირითადი ბაზარი კვლავ რუსეთია, თუმცა გაყიდვები იქ 72.7 მილიონი დოლარიდან მიმდინარე წელს 79.8 მილიონ დოლარამდე, ანუ დაახლოებით 4%-ით შემცირდა. გარდა თანხისა შემცირებულია მოცულობაც, ამ შემთხვევაში კლებამ 9.6% შეადგინა. საექსპორტო ბაზრებს შორის მეორე ადგილზე არის პოლონეთი 8.5 მილიონი დოლარით, ხუთეულში შედის უკრაინა, ჩინეთი, გერმანია. აღსანიშნავია, რომ გაზრდილია შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტიც 6 თვეში შეერთებულ შტატებში 2.5 მილიონი დოლარის ღვინო გაიგზავნა. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 7 საათზე თქვენთვის საქმე ნამბებს ანა ლაპიაშვილი შეეჯამებს. ნახვამდის.